3 საათის განმავლობაში უსმენდით განათლებისა და კულტურის მინისტრს ქალბატონ ეკა ხოფერიას და უნდა გითხრათ, რომ ეს იყო საკმაოდ ორიგინალური მოხსენება, მაგრამ ორიგინალური მოხსენება რომ წარმოადგინო, ამისათვის შესაბამისი სამუშაო უნდა ჩაატარო მთელი წლის განმავლობაში. და ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი განათლებისა და კულტურის სამინისტრო თავის საქმიანობაში ჩვენ ეს ვთქვით, როცა შევაფასეთ ეს საქმიანობა, გადადის ახალ ხარისხში. ისეთი პროექტები ხორციელდება, ისეთი გეგმები არის დასახული, რომ ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს ამის თქმის საშუალებას, რომ სამინისტროს საქმიანობა გადადის ახალ ხარისხში. ძალიან დიდი ყურადღება იქნა გამახვილებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იქ არსებულ ვითარებაზე. მე ახლა არ მინდა დეტალურად ამაზე ვისაუბრო, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი გახლავთ და ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური, რომელიც იხილება უმაღლეს საბჭოში და რა თქმა უნდა განათლებისა და კულტურის სამინისტროში. Ვრცელი მოხსენება მოვისმინეთ იმ კონკრეტული ცალკეული ინოვაციებით, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ცდილობს იმპლემენტაციას დასახელებული მითითებული სამინისტრო. საკმაოდ კარგი მომენტებიც წარმოისახა, მაგრამ მე ჩემი დამოკიდებულება გამაჩნია ამ სამინისტროს საქმიანობის მიმართ, იმიტომ რომ მათ ძალიან მაღალი ბიუჯეტი გააჩნიათ 4,600,000-ზე მეტი და მოლოდინები მქონდა და მაქვს, რომ უფრო რეალურად იქნებოდა წარმოჩენილი ის საკითხები, რომელიც ხელშესახები იქნებოდა მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების თვალსაზრისით. ძირითადში ალბათ მოწონებული იქნება წარმოდგენილი მოხსენება ქალბატონი ეკა ხოფერიასი, მაგრამ ეკა ხოფერიასაგან მე ჩემი კიდევ ერთხელ მინდა საჯაროდ დავადასტურო სრულიად ღირსეულად და იმსახურებს ამას უდიდესი პატივისცემა ამ პიროვნებისადმი და სულაც არ არის გასაკვირი უმაღლეს საბჭოს ამ პიროვნებისაგან მოლოდინებია გაცილებით მეტი. მოვისმინეთ ქალბატონი ეკას ანგარიში და უნდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი დავრჩი იმით, რასაც მან გასცა პასუხი. მე მქონდა კითხვები და ეხლა ჩვენ ბიუჯეტზე ვმუშაობთ და აქედან გამომდინარე ყველა თეთრი უნდა იყოს განმარტებული რაში იხარჯება და მე მივიღე ამომწურავი პასუხი. იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ ძალიან ბევრი სიახლე და ძალიან მნიშვნელოვანი რამ ინერგება განათლებისა და კულტურის სამინისტროში. რასაკვირველია, არის საკითხები, რომლებიც არის გადასაწყვეტი და მე მგონია, რომ მომავალში ის საკითხებიც გადაწყდება ისე, როგორც საჯარო. სამინისტრომ ძალიან ბევრი რამ სიახლე შემოიტანა თავის საქმიანობაში. სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამტკიცებისათვის, ასევე ბავშვების სწავლების ხარისხის გათვალისწინებით და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთ-ერთი საინტერესო პროგრამის პროექტის საკვირაო სწავლების ონლაინად სწავლების თაობაზე. ამასთან ერთად ქალბატონმა ეკამ მოიტანა მაგალითად თუ როგორ მუშაობს სამინისტრო ბიუჯეტის გარეშე ფინანსების მოზიდვის თვალსაზრისით. სამინისტრო ძალიან კარგად თანამშრომლობს სხვადასხვა საელჩოებთან, ქვეყანაში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ეს ნათლად ჩანს იმ პროექტების მაგალითზე, რომელიც ხორციელდება სამინისტროს წიაღში და რა თქმა უნდა ეს ჩვენ შევუქეთ. თუმცა გაისმა რამოდენიმე კრიტიკული შენიშვნა, მე ვფიქრობ, რომ სამინისტრომ ქალბატონმა ეკა ხოფერიამ საკმაოდ საინტერესო მოხსენება წარმოგიდგინა, რომელსაც მე შევაფასებდი დადებითად. მართლა ძალიან სხვა ტიპის პასუხისგებლობას გრძნობ, როდესაც აქ გამოდიხარ, ალბათ ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ადამიანები, ვინც ესწრებიან ჩვენს საანგარიშო მოხსენებას, არიან ყველაზე მეტად ჩახედულები ამ პრობლემებში.
და ასევე ვთქვი, რომ პირიქით ეს კრიტიკა, შენიშვნები, რაც იყო გამოთქმული, მართლა უფრო ბევრ მოტივაციას გაძლევს, რომ უფრო მეტი გააკეთო, უფრო მეტად იყო დაკვირვებული და მუდმივად იყო, ასე ვთქვათ, სულ მზადყოფნაში, რომ რაღაცა არათუ შეცდომა დაუშვარებად, უფრო მეტი გააკეთო. ეს რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის აუცილებელი და პრინციპში კმაყოფილები ვართ და გაათმაგებული და გაათასმაგებული შემართებით უკვე ვუდგებით ბუნებრივად ჩვენი პროგრამების შესრულებას.